ეხლა გაჩვენებთ 1000 ლარიან ნომერს ბათუმში და თქვენ დამიწერეთ ღირს თუ არა 1000 ლარის გადახდა ერთ დღეში ამ ნომერში. ხოლიდან ხვდებით საძინებელში გამოვყევით გაჩვენოთ. საკმაოდ დიდი საწოლი ხდება ეგრევე თეთრი ლამაზი, ფუმფულა, რბილი და რა თქმა უნდა, ხედი. მაგრამ ხედზე ცოტა მოგვიანებით გავაგრძელოთ. აქ არის მისაღები, რომელიც საკმაოდ ძალიან კარგი ზომის არის, ცალკე ტელევიზორი, სხვათა შორის საძინებელშიც ცალკე ტელევიზორია. ჩემი აზრით ამ ნომრის მთავარი ხიბლი, რა თქმა უნდა, არის ხედები და უდიდესი ვერანდა. გამოვყევით. ღმერთო, ეს არის ყველაზე ლამაზი ვერანდა, რაც ალბათ შემხვედრია ბოლო დროს განმავლობაში. უდიდესი ვერანდა, ცალკე დასაწოლი შეზლონგები არის, მაგრამ შეზლონგები ტყუილად კი არ დგას, რა თქმა უნდა, აქ გვაქვს ჩვენი პირადი ჯაკუზი. უბრალოდ შეხედეთ ხედებს ჩემს უკან. აქ არის შავი ზღვა და რა თქმა უნდა ბოტანიკური ბაღი და ეხლა შეიძლება თქვენ ვერ გძნობთ, მაგრამ მე ვგრძნობთ ბოტანიკური ბაღის განსაკუთრებული ჰაერი აქ. იმიტომ რომ როგორც ვთქვი ჩემ წინა ვიდეოდან, ბოტანიკურ ბაღიდან თქვენ გადიხართ არომათერაპიას უფასოდ. ჯაკუზის მოპირდაპირე მხარეს კი იშლება ულამაზესი ხედები ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბუნებაზე. რა თქმა უნდა ამ ნომრის გარდა ამ ფასში შედის დილაობით საუზმე, რა თქმა უნდა დახურული აუზი და სპა. ჰაერი აქ, იმიტომ რომ როგორც ვთქვი ჩემ წინა ვიდეოზე, ბოტანიკურ ბაღთან თქვენ გადიხართ ბოტანიკურ ბაღიდან. რა ერქვა ის რაღაცა? არომათერაპია. მიდი, წავიდა. იმიტომ რომ როგორც